აი, დავიწყოთ. დღეს გვექნება პოდკასტის ტიპის გამოკითხვა. დღეს და კიდევ ვაპირებ მომავალშიც სხვებთან გავაკეთო. ნახე გიორგი შემეშორდა. ანუ პოდკასტის ტიპის ლაივი გვექნება, სადაც მოსწავლეს გამოკითხავ. რამოდენიმე კითხვას დავუსვათ, თქვენ შეგიძლიათ ბოლოს კითხვები დავუსვათ, კიდე რაც გაინტერესებთ შეგიძლიათ გითხოთ. და მეც მათ შორის რამოდენიმე კითხვა ისეთი, მაგრამ არ ვიცი. და დღეს გვექნება ლაპარაკი სკარფთან. სკარფი არის ჩემი ერთ-ერთი პირველი მოსწავლე, ვინც არიცით. და მაგრამ მაინტერესებს მეც ბევრი რაღაცა რა. კარგი სკარფი, მოდი დაიწყე იქიდან თუ აი ტრეიდინგი რატო აირჩი? რატო გინდა და ტრეიდინგი სწავლა? საინტერესოა ჩემთვის. მოკლედ საერთოდ დავიწყებ, როდის დავიწყე ტრეიდინგი რა და მოვყვები საერთოდ ყველაფერს რა. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დავიწყე ტრეიდინგი 2024 წლის იანვარში, დეკემბერში დავიწყე. მაგრამ უფრო იმათ იანვარში. თავიდან ვაფშე სხვაგან ვიყავი სხვა სფეროში, ვიდეო ედიტინგი და რაღაც მევასებოდა და იმ დონეზე რომ მივედი, რომ აი მუშაობა უნდა დამეწყო ან რაღაცა, მანდ მივხვდი, რომ ძალიან საშინელებაა ეგან რა რაღაც 500 ლარად უნდა მემუშავა და რაღაცა და თან მაგ დროს ნახე შემთხვევით პოდკასტი, სადაც რობერტ კიოსაკი იყო, რაღაც ინდუეთში იყო და რაღაც პოდკასტი ჰქონდა, სადაც ლაპარაკობდა ფულზე, მუშაობაზე, რომ არ უნდა იმუშაო ფულისთვის და ფული უნდა ამუშაო შენთვის და რაღაცა და აი მაგ დროს დავფიქრდი ცხოვრებაზე, რომ მეთქი ვაფშე რა უნდა ვაკეთო რა. ბაზარი არ არის, მინდა ბიზნესი, რაღაცა, მაგრამ რეალისტიც რო ვიყო, პროსტა ბიზნეს ვერ დავიწყებ რა და რაღაცა მინდა ცოტა ისეთი რომ გავაკეთო და მაშინ გამახსენდა რომ ვიცოდი ტრეიდინგი, ოღონ ტრეიდინგზე პროსტა ვიცოდი რომ რაღაცა კრიპტო თემა არსებობს, სადაც შეგიძლია მარტო კრიპტოზე ტრეიდი და დანარჩენი არაფერი რა. და შევედი YouTube-ში, მეთქვი რაღაცა როგორ უნდა ვიტრეიდო თუ რაღაცა. დავსერჩე რაღაც ძალიან ცუდი ვიდეო, რა თქმა უნდა, მომიგდო support resistance-ზე. უყურე. მე მეორე დღეს კიდე დავსერჩე და რაღაც ასე დასერჩვით მივედი ქართულ ტრეიდინგ Discord სერვერებზე რა. სადაც მირჩიეს მე WellCI-ის Discord-ი. პირველი თუ შეგაიჩიტეთ მაგრამ ეს სახრაც მოყვები არის 5 დღის ამბავი რა, ცოტა გძლად ვები, მაგრამ 5 დღეში მოხდა ყველაფერი. აი დაინტერესებიდან რაღაც 5 დღეში ეგრევე აქ მოხდი რა. ეგ არის დეკემბერი სადღაც 4 დეკემბერი თუ რაღაც იყო რა, აქ რო შემოვედი პირველად. აი ბექა ზუსტად ახოს მეისტერ ბექა, მაგან მირჩია რომ აქ უნდა შემოხვიდეო რა, თუ გინდა ტრეიდინგი ნამდვილად. თუ გახსოვს ამ სერვერზე ყველა ინგლისურად ლაპარაკობდა. დავით შეშევში. ინგლისურად ლაპარაკობდი თავიდან. და აქ შემოვედი რაღაც მე მანამდე ვაფშე სხვა დამოკიდებულება მქონდა ტრეიდინგზე რაღაცა. მარტო ვიცოდი support resistance-ი და ნუ მეგონა რომ რაღაც ჩემი კაპიტალი მჭირდებოდა, უნდა ამეგროვებია რაღაცა $100 უნდა მეშოვა 10,000 და რაღაცა და ვაკ თავიდან რაღაცა კითხვა-კითხვით ასწავლეს რაღაცები. აი ისეთი მირჩიეს, ჩაუჯექი YouTube-სავიდან რაღაცა ძალიან ცუდად აი რაღაცა feral gap-ი ვისწავლე თუ რაღაცა და აი ეგრე დაიწყო, რა მანდ ყოველ შემთხვევაში ის იყო რომ მომინდა მართლა რა, მეთქვი ვსე ანუ რეალისტურია რა, რომ დავიწყო რაღაცას მართლა გავაკეთებ რა. და 27 დეკემბერი იყო თუ არ ვსები. იმ თქვა რომ mentorship-ი მინდა გავაკეთო. სადაც გასწავლით როგორ უნდა დაიწყოთ საერთოდ ტრეიდინგი, აი ისეთი კონცეფტი როგორ უნდა მიუდგეთ რაღაცა და თავიდან არ მომეწონა მეთქვი $100 თუ რაღაცა თავიდან. მეთქვი რა $100 რა, YouTube-ზე უფასოდ უყურებ. რაიაფად გავყიდეთ. ცოტა ხანში ეგეთი ნიუსი რომ საახალწლო ფასდაკლება მაქვს და $50, ათაში $48 იყო. $9 mentorship-ი რა. არა 48 იყო. $99 ქონდა დავიდან ფასი. 49 იყო. აი დანილსახს. Короче, პირველი თვე რადგან იყო რა, ვაფშე მენტორობის აზრი არ ვიყავი, მაშინ საქართველოს სხვა არავინ არაფერი არ იცოდა რა, ერთი იყო, ვინ აი რამოდენიმე კაცი თუ იყო, ვინც რაღაცას ასწავლდა ტრეიდინგში, ეგეც სირუპა რა, ანუ პირდაპირ ვაღიარებ,
აკვალა დამეთახება რომ ჩემამდე ეხლა რომ საქართველოში ვიღაცები ვითომ გამოჩენილი არიან ჩემამდე ვაფშე არ იყო ეგეთი მაგათთან ახლოსაც მაინც ვიღაცა რა ეხაც რა არის მარაზმი არის მაგრამ და თავიდან დავიწყე ძალიან იაფად და მე ნენელა შედეგებიდან გამომდინარე და შეფასებიდან გამომდინარე მომემატე ფასი ეხაც რა ფასიც აქვს ამას ესეც მომემატება ესე არ დარჩება არ ვაპირებ ესე დატოვებას ფასის იმიტომ რომ ჩემი დრო რამდენიც ფასდება იმდანაც მომემატებ ხოლმე ორა და მე თქვი $50 არ არის რაღაცა რომ გადაუყრირა ჯანდაბას რა და იდეაში მიზანი ის მქონდა რომ ვიცოდი მანამდე უკვე ბირო ტრეიდობ და რაღაცა ექსეკიუშენები მქონდა ნანახი მევასებოდა და მე თქვი პროსტა დაუახლოვდები მაინც და რაღაცებს უფრო ადვილად გკითხავ მე რა და ეგ იყო უკვე 2024 წლის იანვარი როცა დავიწყე ტრეიდინგი რა აი ეხა ну შენ ვერ მოგვიყვები რა რამე სისულელე თუ გისავლია ტრეიდინგზე აქამდე იმიტომ რომ ისა რა ქვია პირდაპირ აქ შემოხვედი მაგრამ ანუ შეხედე გამართლება კი შეიძლება მაგრამ ისიც არის რომ აი ხა პაწოს ვარიანტში რომ მანამდე სისულელები ისავლა რა ის ცოდნა რაც მიიღო ბევრად უფრო დააფასა ესე თქვა ჭალებში ხო შენ შემთხვევაში აი რა იყო ის სირთულეები რაც უნდა გადაგელახა რომ ამ შედეგამდე მისულიყავ ხო აი ეგრო პირდაპირ აქ მოხვდი და რაღაცა პირდაპირ თუნდაც ICT დავიწყე ტრეიდი ჩემთვის რაღაცა ტექნიკური თვალსაზრისით ეგ რთული არ ყოფილა რა და ჩემთვის ტრეიდინგი უფრო ადვილად დაიწყო ვიდრე მე გაგრძელდა რა აი ტექნიკურად თავიდან ერთ თვეშივე რაღაცა დავამღამე იმპოჩი რომ ტრეიდს გავხსნიდი რაღაცა ვიგებდი უბრალოდ მე მივხვდი რომ თურმე ტრეიდინგში არის უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები და უფრო რთული რაღაცები რომლის ასე უბრალოდ ვერ ისწავლი რა შენი გამოცდილება თუ არ მიიღე და ახლა მაშინ ვამბობდი რომ ეგ იყო ფსიქოლოგიური რაღაცა მაგრამ შემეცვალა მაგაზე აზრი და არ ვფიქრობ რომ საერთოდ აი ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს ან მენტალური რაღაცა რა არ ვფიქრობ რომ უბრალოდ ეგრეა უბრალოდ რაღაცა მაშინ 18 წელს ვიყავი ფულთან შეხება ეგრე დიდი არ მქონია და რთულია ყველასთვის რომ რაღაცა ფული აიღო და დაკარგო მოიგო და რაღაც რეაქცია არ გქონდეს რა და ის რომ ვითომ მენტალური პრობლემები გვაქვს არ მჯერა მე მაგის რა უბრალოდ იმის რაგი არ გვაქვს რომ ავდგეთ და უთხრათ თქვენ ყველამ რა ჩემზე ვლაპარაკობ მე რა არ მქონდა რავი რომ მეთქვა ჩემი თავისთვის რომ აი დღეში რომ 10 ტრეიდს ხსნი და მაინც რაღაცას ვერ ვაკეთებ იმის ბრალი კი არა რომ მენტალური პრობლემები მაქვს არა იმის ბრალი რომ პროსტა დებილობებს ვაკეთებ რა უნდა გავჩერდე რა და ეგ საკმაოდ გვიან მივხვდი მაგას რა აჰა დასაგებია პირველი ფეოთი რამდენ ხანში გააკეთე? გამახსენე? პირველი შენ და პაწომ ერთდროულად გააკეთე ფეოთი ხო პირველი? 7 თვეში თუ რაღაც ეგრე არ მახსოვს ზუსტად. ნუ საფული იყო აგვისტო მე მგონი. თუ მანამდე ერთი თვით არ მახსოვს სადღაც ეგრე რა. და ეხა როგორ მოხსნა შენი ტრეიდინგი? ახლა? ახლა მე პირადად ძალიან მომწონს რა და არც ცდილობ რომ რაღაცა შევცვალო ჩემ ტრეიდინგში რა რასაც ვაკეთებ რა. რამე ახალს უსწავლო? არა ძალიან დიდი ხანია ერთი სადღაც 5 თვეა ალბათ მეტი სადაც გადავწყვიტე რომ მე თქვი არაფერი არ მინდა ახალი და მაგის მერე ანუ შედეგი ჩემთვის მაგის მერე უფრო დავდე რა როცა მივხვდი რომ რაღაც ისწავლა არ არის საჭირო ახლის რა უბრალოდ ყველაფერი იცი ტექნიკურ თვალსაზრისით არაფერი შეცვლა არ გინდა უბრალოდ ის უნდა აკეთო რაც გაქვს შენ გეგმაში რა და ეგ არა აი ნუ შეიძლება რაღაცა კონკრეტულ თანხა რამე არ თქვა რა მაგრამ აი რამდენიც იშოვე რა მაგით მოყოფილი ხარ თუ კიდე მეტი გინდა ნახე ეგ როგორ და თუ იტყვი რამდენია რაღაცა აკაუნტის პროცენტულობას არ ამის თუ იტყვი ამის ორდერ მაგრამ ახალ საინტერესოს ვიცი ძალიან ნახე როგორი რაღაცა არის რა ძალიან პირველი რა მეტი გინდა ან კმაყოფილი ჩემი აზრით არ უნდა იყო რა თორე ტრეიდინგი საერთოდ ჩემთვის ტრეიდინგი არის ბიზნესი რა და ბიზნესში რომ რაღაცა შედეგი და გაკმაყოფილებ ჩემი აზრით გაჩერდე ან ვერ გაჩერდები რა უკან წახვად რა ყველა ვარიანტში არ არის რომ რაღაცა მინდოდეს რომ მაგალითად თვეში მარტო რაღაცა 5% თუ რაღაცა მქონდეს რაღაც თუნდაც ჩემი კაპიტალის რა კი ძალიან კაია ეგ რო გაქვს და სტაბილურად მაგრამ
კაპიტალი მაინც უნდა ზარდო და რაღაცა უფრო დიდი შედეგი ინდოდეს რა, ანუ ყველა ვარიანტში. მაგის გარეშე შეუძლებელი. შემი ეგრე განვითარება არა, პროცენტულად რამდენს აკეთებ რომ მითხარ. დაახლოებით, მოკლედ ეგეთი თავიდან რომ დავიწყე რა. ანუ ასე სტაბილურად pay-out-ების გაკეთება დავიწყე. ძალიან ბევრი არ მაქვს, მოდი მაგასაც ვიტყვი. ჯერ ისევ დამწყებად მივიჩნევ მე ჩემ თავს. ზოგისთვის ეგ ბევრი არის. 2025 წლიდან რა. სადღაც ფებრუარიდან უკვე თვეში რამოდენიმეჯერ გამიკეთებია და მოკლედ მიზანი ასეთი იყო რომ გავიტან მაგალითად ერთი აკაუნტიდან მაგალითად რაღაცა 2%-ს გავაკეთებ. რომ გავიტანო ეს 2% რა. და მეტი მე მაგალითად გავჩერდები რა. რაღაც ეგეთი ის მქონდა. და ნუ რამოდენიმე აკაუნტიდან გამიკეთები ერთდროულად და თვეში რამდენჯერმეც რა. მაგრამ ეს სტაბილური არ არის რა ტრეიდინგში ყველა უნდა იცოდეს რომ სტაბილურად ვერ იტყვი რომ შენ რომ თვეში მაგალითად 2 pay-out ორჯერ ვაკეთებ ან თუ და სულ ხო ანუ შეიძლება მაგარ ძალიან მაგარი თვე გქონდეს შენს კარგად იტრეიდო 3 გააკეთო შეიძლება 2 და შეიძლება 2 თვეში გააკეთო ის ერთი რა ანუ ეგ უნდა იცოდე და წინასწარ რა მაგ არ უნდა მოელოდე რომ აი თუ ყოველ თვე მაგალითად ერთ pay-out-ს გავაკეთებ რა ჩემი აზრით თუ სტაბილურად ტრეიდობ და რაღაცა შეგიძლია მაგრამ მაინც მოლოდინი არ უნდა გქონდეს მაგის რა. კაი, მე მაინტერესებს პირველი ფული რა გამოიტანე, რაში დახარჯი? პირველი ფული რო გამოვიტანე, წავედი და ვიყიდე იდეაში ეგეთი ის მქონდა, რომ ინვესტიცია მოდი გავაკეთო ისევე იმას ტრეიდინგში რომ გავზარდო კაპიტალი. პირველი pay-out, დიდი pay-out-ი ასე რომ ვთქვა. ხო, იმაზე არ ვარ. აი, $100 დავიკიდოთ რა. ვიცი. ვიკენდი ასე გავიხსნა. პირველი pay-out-ი რა და მინდოდა იდეაში რომ ტოპსებზე გადავსულიყავი. უფრო მომწონდა. გადავედი ანუ ეგ იდეაში ეგ ფული გამოვიყენე თავიდან რომ ტოპსებზე გადავსულიყავი და კაპიტალიც გამიზარდა რა. კაპიტალი რამდენი გაქვს თუ საიდუმლო არის ეხლა? სატრეიდ. ახლა კაპიტალი მაქვს 200,000. $200,000, ხო? ხო. კაი. აქ უფრო ბევრია. გეგმები კიდე უფრო დიდი მაქვს. მაგრამ ხო რა არ ვაპირებ რომ ვიჩქარო და რაღაცა რა. იმიტომ რომ ეგ შეცდომა ზამიშვია ჩემ თავზე რომ უფრო მალე მინდოდა რაღაც შედეგის დადება და მაგან უარესი შედეგი გამოიღო. ამიტომ ხო, ეგ მაგ შეცდომას ბევრი უშვებს, რომ აი თან ჩქარობს, აუ თან ზოგი ეხლა რამდენი ხანია ტრეიდობს, ზოგი ერბი დიდი ხანია ტრეიდობს და ეგ ჩვევა ვერ მოუშორებიათ, რომ შედეგი უნდათ რომ მალე მიიღონ და ამ მალეში დრო ისე გადის ბრატ. და ისე წელავენ ისა იმას შედეგს, სანამ შედეგი გამოდემივა, ხო? აი რავი. აი ამდენი ხანი როგორ ვერ ხვდება ეგ ხალხი მაგას აზიარ ვარ. აი ჩემთვისაც მაგალითად თავიდან ხო დავიწყე რაღაც ტრეიდინგი და მაგ დროს რომ თავიდან რაღაცა ტექნიკური თვალსაზრისით ადვილად გავიგე ყველაფერი მინდოდა რომ მე შემოსავლებით მარტივად ყოფილიყო ეგ რა და მატერიალურ თვალსაზრისით გაზრდილიყო სწრაფად შედეგი დამედო და მაგ დროს მაგანი მოქმედა ჩემი აზრით ყველაზე დიდი გავლენა მაგას ჰქონდა რა რომ უფრო და უფრო გამეწელა რა ახლა რო უყურებ აი თუნდაც აი ახლა რო გამეკეთებია დღეს პირველი pay-out-ი ან რაღაცა კონსისტენცია ახლა გამხდარიყავ წელიწად ნახევრის მერე ძალიან მაგარი შედეგია ტრეიდინგს რო იწყებ და წელიწად ნახევრის მერე ამ შედეგზე ადიხარ რა ძალიან ჩემთვის ეგ დაახლოებით 1 წელიწადში იყო და რავი ძალიან მაგარი იყო კი ანუ მახსოვს შენადრე ამბობდი რომ აი რითვერ ვაკეთებ რითვერ არა და იდეაში დიდი დრო არც იყო გასული რა უბრალოდ შენ რო ესე თქვა ბჭყალებში ეგრევე სწორი ინფორმაცია მოგეცა შენ თავს იმას უშვებოდი რომ აი ყველაფერი სწორი ვიცი და აი ხალხი აკეთებს მე ვერ ვაკეთებ რატო და შენ თავზე ძალიან იმაშობოდი რა ძალიან დიდ ზეწოლას ახდენდი და კიდე ჩქარობდი კაი ან ეგ ტრეიდინგში ან დამისვი თუ გინდა შეიძლება ეს კითხვა გქნებო მიდი თქვი გას ვილაპარაკებ რავი დრო ხო თქვი რა სწავლობ არა უბრალოდ აი ეგ რა ტრეიდინგში ნებისმიერ საქმეში რა არ არის მარტო ის რომ კი შეიძლება კონსისტენტად აკეთებ ყველაფერს რა ყოველ დღე ამ საქმისთვის მაგრამ ყოველთვის კარგი ვერ იქნება რა ყველაფერი იქნება რაღაც ჩავარდნები თვეები და რაღაცა და იდეაში ეგ იყო ხოლმე ჩემთვის ყველაზე
დამღუპველი, ასე რომ ვთქვათ, რაც ყველაზე მეტად მოქმედებდა რა, რაღაცა კარგი თვეების მერე რომ უცებ ერთი თვე ძალიან ცუდი მექნებოდა, მაგას შეეწირა ხოლმე მერე შემდეგი მაგალითად ორი თვე რა, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა ხოლმე ჩემთვის რა. აი გახსოვს კიდე სადღაც ოქტომბერი, ნოემბრის პერიოდი ჩემთვის იყო ძალიან საშინელი რა. კი, მახსოვს როგორ. სექტემბერი ისეთი ძალიან მაგარი მქონდა. აი თუნდაც ის რაღაცა პირველი payout რო გავაკეთე $100, მაგრამ კონფიდენცი მოხდა ძალიან დიდი და გადავედი დიდ აკაუნტებზე უცებ რაღაცა win streak-ი მქონდა და მაშინ უნდა გამიკეთებია ზუსტად მახსოვს პირველი payout-ი რაღაცა $200 მქონდა და რომ გამიკეთებია payout-ი და ეგ აკაუნტი დავკარგე რა. ხო, როგორ მახსოვს როგორ. აი იმხელა გავლენა ქონდა მაგას ჩემზე რა. შემდეგი ეგ მოხდა ოქტომბერში და ნოემბერი და რაღაც დეკემბრამდე მერე საერთოდ ვეღარ ტრეიდობდი, აი ტრეიდსაც ვეღარ ვიგებდი რა, მეგონა რომ სოვან ტრეიდს ვეღარ მოვიგებ ვერასდროს თუ რაღაცა. და თავდაჯერებულობა ძალიან დაგივარდა. აი, თავდაჯერებულობაზე რა სიტყვი, რამდენად მნიშვნელოვანია ტრეიდინგში თავდაჯერებულობა? მაგაზე ვფიქრობ, რომ რეალისტურად რომ ციცოდე რომ ეგეთი კარგი არ ხარ, უნდა შენ აი მარკეტთან რო ციხარ, შენ თავს უნდა უთხრა რომ ძალიან მაგარი ხარ რა. ჩემი აზრით ეგრეა, იმიტომ რომ არა აქვს მნიშვნელობა. რაღაც მხრივ მე ვფიქრობ, რომ მარკეტზე რო ტრეიდს ხსნი, გამართლებაც კი მოქმედებს, რომ სწორ დროს ან კი რაღაცა იქ შენი გეგმა გაქვს სწორი დრო რაღაცა, მაგრამ მაინც 50-50-ია ტრეიდის, ხო? ან ლონგი იქნება, ან შორტი. ამიტომ უბრალოდ თუ შენ გჯერა შენი თავის და ხანდახან ისიც გაგიმართლებს, ეგ რაღაცა სწორ გზაზე დაგაყენებს რა და კონფიდენცი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გჯეროდი შენი თავის უბრალოდ რა. ანუ მარტო თავდაჯერებულობით შეიძლება რაღაც ისულელი გააკეთო, მაგრამ იმ სულელიდან თავდაჯერებულებიდან გამომდინარე გამოვიდეს კარგი შედეგი, დადებითი შედეგი, ხო? მაგას წახდი. კი, ზუსტად ეგრეა. კაი. მე მაინტერესებს აი პირველი payout-ის მერე მე მახსოვს შენ მქონდა დიდი ის, რა ქვია, შეჩერება ისევ რა, ანუ ხალხს გონია რომ პირველ payout-ში გააკეთებენ, მერე დაისვენებენ და სულ ეგრე გაგრძელდება რა. აი მაინტერესებს ეგრე ხო არიყავი? ხო იყო ეგრე? ხო, აი მაინტერესებს რა მოხდა შენ თავში, რამაც აი მაგ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანა, იმიტომ რომ მე mentorship-ში რომ ლაპარაკობ ხომ რავი ხალხისთვის აქ ბევრჯერ მithkoms, რომ ტრეიდერისთვის დგება ესეთი მომენტი რა. ან მორჩეს და გეგმას გაყვეს, ან ტრეიდინგს თავი დაანებოს რა. და ახლა შენზე მითხარი ეგ როგორ იყო? მოკლედ, აი ეგ რაც ვამბობდი, რომ პირველი payout რო გავაკეთე რაღაცა და მერე აი ეგ რაღაცა step back-ი მქონდა ძალიან დიდი, საერთოდ ცხოვრებაში ყველაფერში ეგრე ვიყავი. სადღაც თითქმის 2 თვე გაგრძელდა ეგ რა და მაგ დროს მე თქვი იმასაც კი ვფიქრობდი რა გახსოვს, მე თქვი ამ თვეში თუ რაღაცა ვერ ვაფშე ტრეიდინგი. დეკემბერი იყო. ახსოვს. დეკემბერში და ზუსტად ეგ დეკემბერი იყო, როცა გადავწყვიტე, რომ მაგის მერე იდეაში მანამდე ახლა მაგალითად ახალი ვინც არის, შეიძლება ვაფშე არ მიცნობს რა, იმიტომ რომ აქტიური საერთოდ აღარ ვარ Discord-ზე. ხო, დეკემბრის მერე Scarfe აქტიური აღარ არის და მანამდე ძალიან აქტიური იყო. კი, აი ცოტა გასატეხია, მაგრამ ხვდები და პირიქით ვალეში გვერდში უდგავ. გაგრძელე. მაგ დროს დეკემბერი იყო რაღაცა პიკი ჩემთვის რა, ეგ რთული პერიოდის რა, ტრეიდინგში, აი ყველაფერში ვაფშე. და მე თქვი ვსო რა, ან ტრეიდინგში ვარ ბოლომდე, ან საერთოდ არაფერი რა. და მაგ დროს გადავწყვიტე რომ მე თქვი Discord-იდანაც მივდივარ, ყველანაირი კავშირი რაც ტრეიდინგთან მაქვს ადამიანებთან, თუნდაც YouTube-ზე ვიდეოები, ყველაფერს ვიკიდებ, მარტოა ტრეიდინგს უთმობ რაღაცა 1 საათს ან არც კი დღეში და დანარჩენი დრო იყო სულ რაღაცა ვარჯიში, რაღაცა ციგნის კითხვა, მედიტაცია, რაღაცა მე თქვი всё, უნდა განვითარდე უეჭველი რა, თორე ასე აღარ მინდა ცხოვრება რა. ეგ იყო და მაქედან სხვათა შორის რაღაცა თვენახევარი არ იყო გასული. აი ძალიან კონსისტენსით პირველი payout-ი რო გავაკეთე დიდი რა და აი მაგან ძალიან დიდი კონფიდენცი მომცა რა, რომ ესე იგი შემიძლია რა ამას თუ გავყვები და ასე თუ ვიზამ შემიძლია და მაგის მერე იდეაში ეგ ჩავარდა აღარ მქონია რა. სპიკერზე გადაყვანა გინდათ? რავი, COVID-დან ამოცხროლეთ, დააჭირეთ და COVID-დან ამოცხროლეთ და change output mode-ი დააყენეთ სპიკერზე. თუ არა და გავაზიარებთ თუ ვერ შევით. კაი, გავაზიარებ მაშინ რამის, რა გავაზიარ. კაი, მარკეტ შევრთავ ორ წამ.
კენი სანჯი. ეს ხვები ვერ იზამენ იყოს ამ მარკეტი გაზიარებული და უსმინო. კაი. აბა ხალხო რამე კითხა თუ გაქვთ? სკარფთან. რამე თქვენ აი თქვენც ხო ხართ ეხა რაღაც ტრეიდინგის ფაზაში, რაღაც სწავლის ფაზაში რა. ჩემი აზრით, მაგ თქვენი ფაზიდან გამომდინარე რაღაცას თუ ვერ ლახავთ და რაღაცა თუ პრობლემა გაქვთ, ეკითხვა რა დაუსვათ, კარგ რჩევას მიიღებთ. პირველი კითხვა, ბექტესტინგი როგორი გქონდაო? ხო, ბექტესტინგს რა შეიძლება, რო დავიწყო ტრეიდინგი რა თავიდან და ვისწავლე რაღაცა და მე მივხვდი რომ უფრო კიდე განვითარება მინდოდა. ასე რაღაცას არ ვტესტავდი, მაგრამ სულ რაღაცა ბექტესტინგს ვაკეთებდი, უბრალოდ ჩარტს ვუყურებდი ხოლმე რა. აი რაღაცა 1 წელს ვუყურებდი 1 წუთიანზე მარკეტი რაზე რეაქცია ქონდა რა. და ეგ ვფიქრობ რომ მაგან რაღაც განვითარება მომცა, იმიტომ რომ ტრეიდინგში ხანდახან არის მომენტი, როცა მაგალითად რაღაცა ტრეიდს ხსნი და კლიენტად ახსნა შეუძლებელია რა ვიღაცა კითხვის რომ რატო გახსენი. აი ის ხო იქითაც იყო რაღაცა PDL-ი, შენ რატო შეხვედი და უბრალოდ ძალიან ბევრჯერ გაქვს ეგ ნანახი და იმის გამო რომ ტრეიდინგი ალგორითმულია, მაგიტო უბრალოდ რაღაცა ჩალექილი გაქვს ტვინში რა, იმიტომ ძალიან მეორდება. ასე რომ ჩემი აზრით ბექტესტინგი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა რა. არა მარტო ის რომ რაღაცა გატესტო, კი გატესტე, ანუ იცი რომ მუშაობს. უბრალოდ ჩემი აზრით უნდა უყურო მარკეტს რა. ან ლაივში უნდა უყურო ის თუ არ გინდა, უბრალოდ მე რომ რაღაცა მარკეტი რო ჩერდებოდა ღამე. აი რაღაც მე პაწუს ვიჯექით და რაღაცა ბექტესტინგს მაინც უყურებდით მარკეტს და რაღაცეები რა. კაი. დემოზე რამდენი ხანი იყავი და ბექტესტინგზე რამდენი ხანია? აუ ეგრე განსაკუთრებულად დემოზე ცალკე არ ყოფილა რა. თავიდან რომ დავიწყო ტრეიდინგი იანვარი მთლიანად ვიყავი დემოზე და მე ეგრევე ვიყიდე ხოლმე რაღაცა რა. რაც ჩემი აზრით შეცდომა იყო ხოლმე, რა თქმა უნდა. მახსოვს პირველ აკაუნტი $7 წააგო და მე ამოიღო და უხარო და რაღაც ერთ დღეში მოხდა რომ $700 წავაგე, მოვიგე პლუსში გავედი და რაღაცეები რა საშინელებები ვიყო. სკარფი მახსოვს ორი კატადო, ეგ ბლეფენა იყო. როგორ ეგოებდი წაგებებს? ნუ ძველი იმაზე თუ ამბობ, მაშინ ვერ ვეგუებოდი და აი მაგიტო ვამბობ რა რაღაცა მისტრიკის მე რო წავაგებდი, ეგეც კი მოქმედებდა ჩემზე რომ რატო რაღაცა. ამიტომ ხომ ეგ იყო რა მთავარი მიზეზი, რატომაც მქონდა ხოლმე ის ზეპეკებოდ ტრეიდინგში. ვერ ვეგუებოდი. მაგრამ მაგას რო შეეგუო, ჩემი აზრით გჭირდება უბრალოდ კონფიდენსი რა და კონფიდენსი გაქვს, როცა უკვე ხვდები რომ ამ საქმით შენ ფულ შეუდობ და რაღაც სტაბილური ხარ. მე უკვე აღარ გეშინია. და ჩემი აზრით ისიც არის რომ აი ეგ თუნდაც სტებექი რომ მქონდა, მაგან რაღაცა გამოცდილება მოგცა რა. ყველა ადამიანს ჩემი აზრით სჭირდება აი გამოცდილება და ტრეიდინგში ნებისმიერ სფეროში რომ ანუ ეგ რო გაქვს უკვე გამოცდილი, აი ახლა რა ტრეიდი უნდა წავაგო ისეთი რომ რაღაცა ჩემზე იმოქმედოს მაგან და ვაი მე ვეღარაფერს ვიზამ რომ ვიფიქრო რა. ამიტომ მნიშვნელოვანია რა. ჟურნალს ვაკეთებ Notion-ში. ტემპლეიტებია უამრავი რა. ფანდით რო ხდები რთულდება უფრო სკარფ? ამ ჩელენჯს რო გადიხარ, მაგას მეკითხება? არა, უფრო ადვილია ყველაფერი. ანუ პირველი ჩელენჯის გავლა უფრო რთულია, ვიდრე მე პეიოფის გაკეთებ. მე ეგრე ვუყურებ მაგას ყოველ შემთხვევაში რა. ან გაჩნია უნდა როგორ გაივლი რა. ერთ ტრეიდში თუ გაივლი და ორ ტრეიდში, რა თქმა უნდა არა. მაგრამ სტაბილურად თუ გავლილი გაქვს, მე იას. ხო, იმიტომ რომ მარტივი არ არის სტაბილურად გავლა. ეხა მაგარი კითხვა არის და პასუხიც მაგარი იქნება. რომელი entry მოდელი დაიწყეს სკარფ? აუ ნუ გეცინება მაგით არ დამიწყია. მე დავიწყე ჩვეულებრივად. მე შენ მითხარი რომ ის რაღაცა დრო დაადისრესპექტებს ის ინვერსია და შეიძიო. რა გინდა ძმა, შენ ვერ ტრეიდოდი, მე რას ვამბობ? რა გინდა მეც მაგ დროს მასივ ტრეიდობდი. ვიცი და მეც მაგიტო დავიწყე, მე ბიტრეიდობს და მე ახლა ასე ხარ ვიქნე. კაი. დაგება უფრო მოქმედი ტრეიდინგის თუ ძალიან მაგარი ტრეიდის გამოსვა.
გამაზვა. გამას. ახლა ადრე ხო გამაზვა უფრო გამაზვის გამო შემეძლო რავი. ძალიან ცუდი რაღაცები გამიგეთებია. სულ მაგ ფაზაში ვიყავი, რომ ფანდედები რო ჩავწვი კომპოზიცია დამივარდა და მე ტრეიდერს ვეღარ ვიღებდი საერთოდ. აღმოჩნდა ადამიანები, ვინც რჩევა მომწეს და თავი დავანება, ცოტაღანი მარკეტს გადავედი და ბექთენის დავიწყე დღეს მორჩი და ახლა ერთ კვირას საერთოდ დასვენებას ვაპირებ. ზეგები. ის კარფ, ესეთი კითხვა, მაგის სიტყვა მეც მინდოდა. ნუ მე ვიცი პასუხი, მაგრამ ხალხისთვის რა გაიგონ. როგორ უყურებ ტექნიკურ მხარეს? როგორ ტრეიდობ? სკარფ თუ შეგიძლია რომ შენი ესე ვთქვათ მოდელი ვიცი რომ ერთი კონკრეტული არ არის, მაგრამ მარკეტის ხედვა რო გითხრა შენი. მაგაზე ხო მე საერთოდ ვფიქრობ და არც მაქვს პრეტენზია რომ კარგი ტექნიკური მხარე ჩემი არის კარგი რა. არა და არც ვცდილობ მაგის გაუმჯობესებას და არც არასდროს იყო თუ ვინ ეკრანი გააზიარ? ტექნიკური მხარე რა. და არა ისე აუხსნია. მიდი. ხო, ანუ არა რა, არა მაგის პრეტენზია რა. უბრალოდ ძალიან მარტივად, თავიდან ძალიან ვართულებდი მაგას. მე რაღაცა აი ის ძალადობით რაღაცა ვეცადი რომ გამემარტივებია რა. და ეგ მოდელი იდეაში რო ავიღოთ არის market maker მოდელი ასე რომ ვთქვათ რა. იმიტომ რომ ვიყენებ რაღაც PDR-ებს და იმის მიხედვით მე დაბალ time frame-ზე ვხსნი entries და იდეაში ეგ ნარატივია რა, ყველაფერი რა, მაგის მიხედვით ხსნი რა. ძალიან რთულია. აი ვიღაცამ რო არის ის აი მას უხსნი ვერ ხვდება, იმიტომ რომ აი იქაც ხო იყო ის და იქ რატო გახსენი მაშინ. და უბრალოდ ვიცი რა და ხსნი რა, გამოცდილებით. და უბრალოდ რაღაცა აი თუ მოდელს თუ ავიღებდი ასე რომ აი ამას ტრეიდობ, არის market maker მოდელი 15 წუთიანი PDR-ი, 1 წუთიანი entry-სო. პირველივე რაღაცა displacement-ს 1 წუთიანზე შედი ტრეიდში და ეგაა. მიყვარს ეს ბიჭი. შენი გძლებოდნენ გეგმები ტრეიდინგში. ტრეიდინგში ასე გეგმები უბრალოდ კაპიტალის მარტო ტრეიდინგი რო ავიღოთ არის კაპიტალის გაზრდა რა იდეაში. არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, ძალიან მაგრამ მომწონს როგორც ვარ, როგორც ტრეიდობ, როგორც უდგები ამ საქმეს ახლა და ამიტომ უბრალოდ ვაპირებ, რომ ფინანსური მხრივ ამ კაპიტალი გაიზარდოს რა და ვსაუბრ რა. ამ ტრეიდინგი ხო იდეაში არის ბიზნესი რა, მე ეგრე უდგები ყოველ შემთხვევაში. რისი ყიდვა გინდა? არის რამე რისი ყიდვაც გინდა? რას ნიშნავს ეს ყიდვა გინდა? მატერიალურად. რა ბევრი რამისა. აი რა, ბევრი რამე, ეგრე ბევრი რამე მეცო იახტაც მინდა, თვითმფრინავიც მინდა, ჯეტიც მინდა და მარსეც მინდა. რას მეკითხა? მაგრამ რა გინდა? ანუ ეხლა რა გაქვს მიზანი? პირველი რამე რო იყიდა. არ ვიცი, მაგრამ ეგ თუდია. ეგ გეფიქრას გარ. არ მაქვს ეგეთი მაგ მხრივ ეგეთი რა ის კონკრეტული რაღაცა მინდა რა. რაღაც გეგმები მაქვს, ახლა მაგალითად რაშიც ეგ ფინანსური მხარე მეხმარება, გამიხმარება. მაგალითად პირველი საცხოვრებლის შესვლა. თქვენ გადასვლა ქალაქში და რაღაცა რაშიც მჭირდება უფრო მეტად ვფიქრობ. თოლი როდის მოყავს? თოლი როდის მომავალ. რა იცით რო არ მოყავს უკვე. შევინგა მოყავს. შენი შემოსავლი და პროფიტებით ერთ-ერთ წელში სახსი ყიდიო? რას ნიშნავს ჩემი ანუ ახლა რაც მაქვს მარტო ეს რომ მთელი წელი 2 წელი რო ეგ იყოს ხო და არ გაიზარდოს ალბათ ვერა რო არ გაიზარდოს ხო ალბათ ვერა რა ვიცი მაგრამ გაიზრდება დარწმუნებული ვარ რა იცის ეს გაზეთ პერსპექტივით გაზრდა კი რა თქმა უნდა ანუ ახლა ეგრე კონკრეტულად არ მინდა რა თქმა უნდა მაგ უფრო ჩემთვის დეტალური გეგმები და რაღაცები პლენ რაც მაქვს მაგრამ ხო უბრალოდ მაგით ვთქვი რა რომ გაზრდა მინდა კაპიტალის ანუ იგი მაგ შემოსავლების გაზრდა რა მაგ მხრივ ისთან კითხვა სწორი მანი მენეჯმენტი როგორი უნდა იყოს გუნდს ფეილს შეგეთ უკვე სტაბილურად რა სტაბილურად ფეილს რო აკეთებ სწორი მანი მენეჯმენტი ისე უნდა იყოს რომ შენს აკაუნტზე დაიტოვო წაგების უფლება საკმაოდ რავი გაჩნია რამდენი შენი რისკ მენეჯმენტი რამდენია რამდენს რისკავდი ტრეიდში რა ერთი 10 ტრეიდი რო წააგო ზედიზედ ოღონდ მარტო მაშინ კარგავდი აკაუნტს რა ეგეთი ბაფერი უნდა გქონდეს აწყობილი და მე უკვე რავი 10 ტრეიდი ზედიზედ წაგება ცოტა ის რაღაცა რაღაცა სისწრაფეები უნდა აკეთო 8 ტრეიდი ზედიზედ წააგო ჩემი აზრით
და მე payout-ს უკვე სტაბილურად აკეთებ, რავი, 2% 3% რო გაკეთებ, payout-ს ვაკეთებ ხოლმე. ვიაპირებ რეკომენდაციას რეკორდების nesses brokers and the full margin G. აი. კიდე რა შეიძლება სკარს ვკითხოთ. ის მაინტერესებს შენ რო თქვი, მეც არ ვიციო რაღაც კითხვები აქვს, ის დამაინტერესა. რა არიცეო? რა? აი თავიდან რომ დაიწყე მეც რაღაცები. რაღაცები ისინი არ ვიცოდი რომ გაქრი და რაღაცა გადამწყვეტი რაღაცეები. ყველაფერი ხო არ ვიცოდი. ყველაფერი არ იყო რაც ვიცოდი. რამდენი ფანდი ქონდა ეგეც არ ვიცოდი. ეგეთ კითხოს მე მოსწავლეს არ უსმენ ხოლმე. ზოგადად არ მიყვარს ხოლმე მოსწავლესის კითხვა, რა შვები როგორ მიდი შენი ტრეიდინგი და მაგ კითხვის დასმა მაგრად არ მივასება. ზოგმე შეიძლება უყურადღებობაში ჩამითვალოს, მაგრამ მე მაგის კითხვა მოსწავლესის არ მივასება და გეტყვით რატო. აი მაგალითად მე რო სწავლის პერიოდში ვიყავი და არაფერი არ გამომდიოდა, ხო? იმ დროს რომ მე მაგას მეკითხებოდნენ, მინდოდა რომ სახიში მეგლიჯა რაღაცა. მაგიტომაც მე მასეთი კითხების დასმა არ მიყვარს. ხო აი ტრეიდინგში რა შვები გამოგდის და რაღაც ეგეთი რაღაცების კითხვები არ არის კაი, იმიტომ რომ არ არის მარტივი საქმე რა, სტრესული საქმე არის. სტრესული რო არის ეგეთი კითხვები, ცოტა შეიძლება იმოქმედოს რომ აი თავი ისე იგზნოს რომ აი დებილი ვარ და ვერ ვაკეთებ, სხვები აკეთებენ, ვერ ვაკეთებ და მაგიტომ ჯობია თვითონ რომ გააკეთებენ, მე თვითონ გითხრან. შენი რამდენია? გაჩნია პროფილმა პუპსიკა, მაგალითად პუპსიკა სახელი გაწერია ძმა, პუპსიკას რო გეძახი ჩემი. ხუთკასვე გაიტან, რავი, ძირითადად ყველა პროფილმას ფიუჩერსზე თავიდან. ვიაში რომ შენ გარშემო ხალხმა იცოდეთ ამის შესახებ თუ არა? არა. ტრეიდერი რო ხარ შენ გარშემო ხალხს არ უთხრა. არა ვიცი, რავი, შეგიძლიათ მაგაცებს უთხრა, გაჩნიათ მაგაცებსაც, რავი, წესით არაფერი არ უნდა იყოს ნიტო. მაგრამ ტრეიდერი რო ხარ, სკარფ შენ ეუბნები ხოლმე ხალხს ტრეიდერი რო ხარ? ჯო, არა, გაჩნია თავიდან, მაგრამ ახლა მაგარი მგიდია რა. მოგეკითხებიან, აი მოდივარ და გეკითხები რა საქმეა? რა ძალიან გასხოვებული რაღაცებს ვეუბნებოდი ხოლმე მანამდე რა და აი პროსტა რენდომზე და ახლა უკვე ზირთად იმის გამო რომ მეზარება ხომ ახსნა, აი თუ ხვდები რომ ვერ გაიგებს ადამიანი რა არის ტრეიდინგი. უბრალოდ ვეუბნები რომ რაღაც ბიზნესი მაქვს ჩემი ან რაღაც თვით დასაქმებული ვარ ან რაღაცა იგეთებს რა. ნუ იმიტომ რომ ხო ტრეიდთან ზოგი ვერ გებულობს რა და მე ტრეიდინგს რო ახსენებ რაღაცა ძალიან ისეთი რაღაცა. აი მშობლებს არ იცოდნენ ამ ძალიან ახლო აი ოჯახისებრებმაც და თავიდან რაღაც ძალიან ისე იცოდნენ. ამ ბოლოს რო გაიგეს უკვე ასე თუ ისე. ხო. და გაუხარდათ? არ ნახე ახლა სხვადასხვა კითხვები აქვს რა. ეგ რო გაუხარდათ. მაგრამ მე ეგ რასაც აკეთებ ხო ლეგალურია რაღაცა ისე. ხო, ეგეთი კითხვები ჩემთანაც იყო. მაგაზე რომ ნერვიულობენ და რაღაცა და ეგეთი კითხვები ჩემთანაც იყო. უნივერსიტეტზე რა შვები? უნივერსიტეტიდან გამოგდებული ვარ უკვე რამდენი წელი აღარ ვახსოვს. გამოგდებული ხარ? რატო გამოგაგდეს? დებილი ხარო? ხო, ეგრე მითხრეს რა შენგან არაფერი გამოვა და გამოგაგდეს. არც არაფერი გამოვა. საყვარელი დღეების ავაჭროთ ბისკიტი კიდე დროები. შენი საყვარელი დღეების სკარფს სატრეიდოთ და დროები. როდის ტრეიდობ, რა დროს? და ისიც თქვი, როდის არ ტრეიდობ, ეგეც კაი კითხვა არის. ხო, აღე დღეები ასე საყვარელი არ, რავი, გააჩნია ხოლმე ნიუსებს რა. ორშაბათი მაგალითად არ მიყვარს რა. რაღაცა ეგრე თავიდანვე მქონდა რომ ორშაბათი არ მიყვარს და არ ტრეიდობ რა. რამე განსაკუთრებულად არ იცვლება ხოლმე ორშაბათს ახლა მე თუ მკითხავ. უბრალოდ თავიდანვე რომ ეგრე მქონდა რომ არ მიყვარს, ან კიდია ორშაბათი რა. უფრო 4 შაბათიდან 4 შაბათი 5 შაბათი პარასკევი ჩემთვის ძალიან მაგარია რა. სამშაბათიც კაი რა. დროები აა
ნახე ეგრეთი კონკრეტული დრო რა ტრეიდოფ New York AM-ზე რა. კი კაია თუ რაღაც თუნდაც მაკრო დროები და ამ მაგარია რაღაცა, მაგრამ გააჩნია მაგასაც. ხანდახან ვაფშე მკიდია ეგ და პროსტო ტრეიდოფ რა. ოღონდ რაღაც დროები მაქვს ახლა ნიუსებს და გააჩნია. როდის არ ტრეიდობ? არ ტრეიდო? თუ გინდა წინასწარ რო ისი რომ მაგ დღეს არის ტრეიდები და თუ გინდა აი მაგაზე რომ დაჯდები და აუ ეს რა არის და წავედი. ახო აი მაგალითად წინასწარ ახლა ვიცი რომ შემდეგ კვირას ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი მე არ ტრეიდოფ, ეგ ვიცი და მარტო ხუთშაბათი და პარასკევი ტრეიდოფ. ეგ უკვე გადაწყვეტილი მაქვს რა. და თან მაგას არ ვთვლი ხოლმე, იმიტომ რომ ვიცი ზუსტად რომ ახლა ვიტრეიდო მაგალითად რომ წავაგო, ეგ ჩემთვის ძალიან ისე იმოქმედებს, იმიტომ რომ აი თავიდან ყოველ შემთხვევაში ეგრე იყო ხოლმე მოქმედებდა რომ აი ხო თქვი რომ არ უნდა ვიტრეიდო და რატო ვიტრეიდე რა მინდოდა რა. არ რომ მოვიგებ მე ის მოგება რაღაცა არ მიხარია, იმიტომ რომ თქვი რომ არ უნდა მეტრეიდა და ვაფშე რა მინდოდა რა. და ამიტომ ხო ჩემთვის უფრო ის არის ვიდრე რომ აი რაღაცა სეტაპი არ იმოქმედებს ან რაღაცა რა. არა ყველაფერი მოქმედებს და უბრალოდ მაინც ალბათობებია რა. და შენ ამცირებ წაგების ალბათობას მაგით რა. ხო. და რის მერე არ ვითრეიდებ მარკეტზე, აი მაგალითად პარასკევს რაც იყო. რაღაცა ძალიან დიდი მოძრაობის მერე მარკეტზე, როცა ვიცი რომ მარკეტმა всё ყველაფერი გააკეთა რა და ახლა უეჭველი აკუმულაცია იქნება მარკეტსა. ანუ რატო შეიძლება არ კონდეს რა, უბრალოდ მანდაც ალბათობა იმის რომ ახლა აკუმულაცია დაიწყება მარკეტზე არის ძალიან მაღალი, ამიტომ რავი არ გავისკავ ჩემ კაპიტალს რა. რატო უნდა გავისკო თქვი და წავაგო. თუნდაც წაგების ალბათობა უფრო მაღალია ვიდრე მოგების, ან კიდია რა მარკეტი. გასაგებია. კაი. მაინტერესებს უდომოიზე გითხო ხორცამ. რას გითხებოდი? გაიხსენეს კარ, რას გითხებოდი? რავი, მარკეტზე მითხე როდის ტრეიდოფ, როდის არა გავ. როდის არ ტრეიდოფ, ეგ კი. ხო. კვირაში რამდენი ტრეიდს ხსნი ხოლმე საშუალო? საშუალოდ და ჩემთვის იდეალური კვირა არის, აი 3 ტრეიდი რო გავხსნა უკვე ვთვლი რომ აი ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთე და всё რა, უნდა დავისვენო ახლა რა. რაღაც ეგრევა რა 3 ტრეიდზე რა. ყოფილი რა თქმა უნდა თუ კვირას გააჩნია შეიძლება 4-ის გახსნა რა და გარია რა. და საერთოდ ამ ტრეიდების რაოდენობას როცა აი გადავწყვიტე რაღაცა ამ წელში რომ მოდიც რა კარგად უნდა მივუდგე ამ რაღაცას იყო რომ კიდია რანაირ ტრეიდს გავხსნი მოვიგებ წავაგებ ერთ ტრეიდს გავხსნი და სულ ვეშვები მარკეტს რა. ეგ მაქვს სულ ახაც მაქვს და სულ მექნება რაც არ უნდა შეიცვალოს რა. ანუ ეგ კიდია რა რაც არ უნდა მაგარი ტრეიდერი ვიყო. კიდე უფრო მაგარი გავხდე. დღეში ერთ ტრეიდზე მეც არ ხსნი რა უბრალოდ, იმიტომ რომ ეგ რაღაცა წაგე მოგე მნიშვნელობა რა აქვს. მომიყვანა რა. ხო არა, break even-ი წავაგე მოვიგე შემთხვევით დამეჭირა. всё არა აქვს მნიშვნელობა რა. შემთხვევით დაჭერაზეც? ხო, იმიტომ რომ რაღაცა rules არის, რამაც აქამდე მომიყვანა რა და ესე იგი ჩემთვის მუშაობს რა, თუ არ უნდა გავაგზავნო ეგ რა. წესებში რამე შეცვლილებები თუ შეგაქოლმე? რავია. დრო და დრო. ხვალბაზე გარშეიდან, მაგრამ კი რისკს გააჩნია მაგალითად რისკი რამდენი უნდა გავრისკო რანაირ ტრეიდში უნდა ანუ ეგ თუნდაც მაგალითად ზოგჯერ უბრალოდ გეგმაში მაქვს რომ მაგალითად აქ რაღაცა ბევრი უნდა გავრისკო ახლა რა იმ კი შეიძლება ჩაულებრივი დრო რო ყოფილიყო მაგას არ გავრისკავდი რა მაგრამ რაღაცა ეგ არის რა თუნდაც იმიტომ რომ აი კაპიტალის გაზრდა რაღაც ნუ ხანდახან ეგეთები მოსულა ჩემი აზრით რა ტრეიდინგში რატომაც არა ამიტომ ეგეთ რაღაცებს ვცვლი ხოლმე რა და მგიდია თვეში რამდენი ტრეიდს ხსნით შევთ? თვეში აი რო ნახო ახლა აი ნახო წინა თვეში იყო მგონი 12 თუ 11 რაღაც ეგრე რა არ მახსოვს ცოტა მეტი კიდე არ ვიცი რამდენი? წინა თვეში მოკლედ იყო ის მარტიდანვე იყო დაწყილი სადღაც მაქსიმუმი რო ავიყვანოთ 15 იქნებოდა რა თვეში იმ თვეში არც კიდე რა იმიტომ რომ რაღაც ის წინა თვის გადმოყოლილი ისინი იყო ხა იმას ვიხსენებ პროსტო PNL-ზე იმას ვიხსენებ თორე ეგრე არ მახსოვს ზუსტად რისკის გაზდაც არ აპირებ ზოგადად? კი ვაპირებ უბრალოდ იცი როგორ რაღაცა არის ეგ გააჩნია რა ანუ
ეგრე მომავალში გეგმათ რომ აი რისკი რაღაცა გავზარდო. ანუ უფრო ნახე ეგ უფრო კონფიდენსმა მოიტანა რა. იმან რომ არ მეშინია რომ მაგალითად აკაუნტი დავკარგო. მანამდე ეგრე ვიყავი რა თქმა უნდა რომ აკაუნტის დაკარგვა ყველას გვეშინია, ხო? ავიდან რაღაცა და მე რო ხვდები რომ თან ეს ყველაფერი რო გამოვიდა რაღაცა და იცი რომ აი აკაუნტის გავლა და მე იქიდან პეაუტს გაკეთება არაფერი არ არის. მაგიტო აკაუნტის დაკარგვისას უკვე აღარაფერი არ გეშინია შესაბამისად რისკის გაზრდისას არ გეშინია რა უბრალოდ რა. მაგრამ ჯერ ახლა ამ წუთას არ ვაპირებ რა. ძალიან ფიქრობ რომ კარგად ვარ, უბრალოდ კაპიტალს ვხდი რა რისკს არ. აი. რა მეცეს მეტი კითხვა არ მაქვს. თქვენ თუ ხალხო? საყვარელი თვე, ანუ ყველაზე კაი თვე იყო ჩემთვის თებერვალი, მარტი, აპრილი იყო, აი ეს რა. ჟურნალზე მითხარი, ჟურნალში როგორ იწერ ტრეიდებს, ანუ მარტო ტრეიდებს, ანალიზას აკეთებს. ნახე, ეგ მაგალითად შევცვალე რა. ადრე ძალიან დეტალურად ყველაფერს ვაკეთებდი ჟურნალში. აი რას ფიქრობდი, იმასაც ხო წერდი რა. და მე ეგ დროდადრო შეიცვალა რა, უბრალოდ ეგ რაღაცა სულ მაქვს რომ მაგალითად დღეს რა გავაკეთე ჩარტზე, ეგ მინდა რომ ჩავაგდო რა. სულ რა ნიუსი იყო რაღაცა, ეგ მაგას ვაკეთებ სულ. და ის რომ რა რას ფიქრობდი და რაღაცა რატო გავხსენ, ეგ ძალიან ეგ დეტალურად აღარ ვშვები რა. მარტივად უყურებ ანუ. კი, ძალიან. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვამარტივებ რა და თუ რაღაც იქნება, კიდევ უფრო გავამარტივებ, არანაირი პრობლემა არ არის ჩემთვის. ანუ ეს იმარტივე ძალიან დიდი ის და ძალიან იმოქმედა. ძალიან კაი. ხო, ანუ ყველასთვის უფრო კაია რა. კაი, ერთი რაღაცის მითხარი. აი, სანამ მარკეტზე დაჯდები. აი, ეგ აღმიხსერე რა, ეგ დრო. ხო, აი ეგეც უნდა ვთქვა რა მაგალითად, იმიტომ აი იმ დეკემბრის მერე მაგ მხრივ შეიცვალა ბევრი რაღაცა და მე ნელ-ნელა იცვალა. მე თქვი, ეგეთი რაღაცები რაც შეიცვალა რამას ის შედეგი მოგიტანა, ეგეთ რაღაცები თქვი. ნახე, მანამდე მაგალითად როგორც იყო და რასაც კიდევ ვაბრალებ იმ რაღაცას, რომ შედეგი არ მქონდა ხოლმე. მარკეტს უყურებდი ხოლმე სულ რაც სულ უყურებდი მარკეტს, რაღაცა იქ მერე სეტაპს დავინახავდი, რაღაცა გინდა შესვლა, ფიქრობ შევიდე, არ შევიდე. მე უბრალოდ რაღაცა აი იანვარში, ან დეკემბრის მერე იანვარში გადავწყვიტე მოკლედ, რომ როცა ვიტყვი წინასწარ რა დროზეც უნდა ვიტრეიდო დაახლოებით მარტო იმ დროს ვრჩდებოდი ჩარტთან რა, დაახლოებით 9 საათის წინ ვემზადებოდი და მედიტირებდი კიდევაც ტრეიდინგის დაწყებამდე კი რავი. რაღაცა არ მინდოდა ხოლმე რომ რაღაც ის რაღაც თუნდაც ემოცია ან რაღაცა რომ მქონდა ის ჩარტზე გადასულიყო რა. ყოველ შემთხვევაში ეგრე ვფიქრობდი. ეგ სიმართლე რო თქვა, ცოტა რაღაც პონჩი დავიკიდე ხოლმე მე. აი ბოლო 2 თვე მაგალითად დავიკიდე. რაც ვფიქრობ რომ ცუდია, მაგრამ გავლენა აღარ ქონია მაგ კიდევა შემზე რა. მედიტაცია დაიწყე? ხო, აბა 9 საათით ადრე, სანამ ტრეიდინგს დავიწყებდი, მედიტაციას ვაკეთებდი და ეგ იდეაში მეხმარებოდა, იმიტომ რომ რაღაცა წესში რომ მქონდა რომ ტრეიდინგს ისე ვერ გავხსნიდი თუ მედიტაციას არ გავაკეთებდი რა. და ეგ დამეხმარა იმაში რომ მე უკვე სწორი ტრეიდინგი გამიხსნა სწორ დროს რა და მანამდე რაღაცა მარკეტზე არ მიქნა. ახლა მაგას აღარ ვაკეთებ სიმართლე რო ვთქვა. მაგრამ როცა გავაკეთე, მაშინ ძალიან დამეხმარა რა. ამიტომ ეგეთი რაღაცები უნდა იპოვოთ თქვენ თავში რა. თუ თვით რომ რაღაც არ გამოდის, ბევრი რაღაც უნდა ცადო რა და აკეთო ოღონდ აი მაგალითად ერთი თვე აკეთე ყველაფერი. და ნუ შეიძლება დაგეხმაროს რა და თუ ეგ ყველაფერიც შენ ცხოვრებას ვლის აქტიურად რა. მედიტაცია კიდე კი, ხო, მაგრამ აი რამაც ეგ გარდამტეხი შედეგი მოიტანა შენი, აი კარგად ახსენე რა. იყო წესები. წესები გქონდა და იმ წესების გაყოლა დაიწყე მკაცრად. კი, თორე ახლა აი მანდ მედიტაცია იქნებოდა თუ უბრალოდ რაღაცა გარეთ გახედვა ცოტა ხანი და მე ჩერთან დაჯდომა, მნიშვნელობა არ ქონდა მაგას რა. უბრალოდ ეგ იყო რომ ის წესი მქონდა რომ უნდა გამეკეთებია და მაგის მერე მეტრეიდა და მაგაში უფრო ფოკუსირდები მე. რომ იცი რომ რაღაცა ისეთი გაკეთებული რაც თქვენზე რაც უფრო მოქმედებს ის უნდა ჩასვა რა. აი ტრეიდინგი არის ძალიან ინდივიდუალური რაღაცა რა. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად რეაგირებს ყველაფერზე, ამიტომ თქვენი თავი უნდა იპოვოთ პირველ რიგში. ძალიან კაი რაღაცები ლაპარაკა. მე შედეგიც დაიდება რა. ძალიან კაი რაღაცები ლაპარაკა. მომზადებული მოვედი ხო გითხარით?
აჰა. წინს კითხულობ? კი, წიგნის კითხვა, აი სტაბილურად დავიწყე. ეხ, უფასოდ რატომ აქვს ფიქრზე ხაბი? უფასოდ რატომ აქვს?